ეხლა გადავდივართ ისტორიულ მოვლენაზე, რომელიც ახლახან მოხდა ბაჰრეინში. პირველად ისტორიაში სირიისა და ლიბანის სამხედრო წარმომადგენლები აშშ-ში ხელმძღვანელობით გამართულ რეგიონულ თავდაცვის კონფერენციაზე 12 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად დასხდნენ, მათ შორის საუდის არაბეთი, ეგვიპტე, იორდანია, არაბთა დაერთიანებული საამიროები და სხვები. ყველა მათგანი მანამაში შეიკრიბა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ქვეშ, რათა ესაუბრათ რეგიონულ უსაფრთხოებაზე და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გაემყარებინათ ერთობლივი ვალდებულება ჰორმუზის სრუტის საერთაშორისო გადაზიდვებისთვის ღიად შენარჩუნების შესახებ. ეხლა ეს საკმაოდ სიმბოლური სურათია, რომელსაც აქ ხედავთ, რადგან ეს ნიშნავს, რომ სირია, რომელსაც ურძელზე ნაკლები ხნის წინ ირანის მხარდაჭერილი დიქტატორი ასადი მართავდა, ეხლა ამერიკის მადიდასთან ზის. და ლიბანი, რომლის არმიაც წლების განმავლობაში ჰეზბოლას მიერ იყო ჩრდილში მოქცეული, ეხლა აღიარებულია როგორც ლეგიტიმური უსაფრთხოების პარტნიორი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახლო აღმოსავლეთი რეალურ დროში თავიდან იცვლება. ეხლა კიდევ ერთი წინადადება, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ შეუძლებლად მოგოჩვენებოდებოდა. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ბეირუთშია და დამასკო აცხადებს, რომ მზადაა ჰეზბოლასთან მოლაპარაკებისთვის დასხდეს. გახსოვდეთ, პრევანდელი სირიის მთავრობა შედგება ყოფილი ამბოხებული მეთაურებისგან, რომლებმაც წლები გაატარეს ჰეზბოლასთან ბრძოლაში, მაშინ როცა ჰეზბოლა მხარს უჭერდა ყოფილ დიქტატორ ასადს. ეხლა ისინი ხელისუფლებაში არიან და უნდა გადაწყვეტონ, რა ქნან ლიბანში ყველაზე ძლიერ შეიარაღებულ ჯგუფთან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ თვეში თქვა, რომ სირიამ უნდა იზრუნოს ჰეზბოლაზე ისრაელის ნაცვლად. ეხლა სირია ამტკიცებს, რომ სამხედრო ჩარევას არ აპირებს და არც ერთ მხარეს არ დაუჭერს მხარს. მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს საუბარი საერთოდ მიმდინარეობს, ყველაფერს გეუბნებათ იმის შესახებ, თუ რამდენად დრამატულად შეიცვალა და გადანაწილდა ეს რეგიონი. და ხო ჩვენთან ერთად ამ თემაზე სასაუბროდ არის ჰაგარ შემალი, ლიბანის ვაელის მშვიდობის ალიანსის თანადამფუძნებელი და თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი დირექტორი სირიისა და ლიბანის საკითხებში. ასე რომ იცით, სირია ამბობს, რომ სამხედრო ჩარევას არ აპირებს. ის არც ერთ მხარეს არ დაიჭერს. მიუხედავად ამისა, მისი საგარეო საქმეთა მინისტრი ბეირუთში აცხადებს, რომ დამასკომ მზად არის შეხვდეს ჰეზბოლას, თუ ინტერესები ამას მოითხოვს. ასე რომ ჩემი კითხვა თქვენთვის იქნებოდა, ნამდვილად ცდილობს სირია დიპლომატიური გზით ჰეზბოლას შეკავებას, თუ დამასკო უბრალოდ რაღაცაში ებმება, რასაც ვერ აკონტროლებს. პირველ რიგში მადლობა ნატაშა, რომ დამპატიჟეთ. თქვენეთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს უსვამთ ხაზს, რადგან ფაქტია, რომ სირიის მთავრობას ნამდვილად არ შეუძლია საკუთარი ქვეყნის უმეტეს ნაწილზე კონტროლის განხორციელება. ამიტომ ისინი უფრო ცდილობენ ისეთი პოზიცია დაიკავონ, რომელიც ლიბანის მხარდაჭერის საშუალებას მისცემთ. და იმავე შეხვედრაზე მათ თქვენს გიდეც, რომ ძალიან კარგად ახსოვთ, როგორ იყო ყველაფერი ბაშარ ალ-ასადის დროს. ლიბანელებისთვის ბაშარ ალ-ასადთან და სირიის ჩარევასთან დაკავშირებული ნებისმიერი რამის მოსმენა ისეთივე აუდანელია, როგორც ფრჩხილების დაფაზე გასმა. როგორც ვიცით, ისინი თითქმის 20 წლის განმავლობაში იკავებდნენ ლიბანს. ამიტომ მათი მიზანია უბრალოდ დარწმუნდნენ, რომ საკუთარ მიწაზე კონცენტრირდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი, როგორც შენ აღნიშნე, შეერთებული შტატებიდან წამოვიდა, საბედნიეროდ მას დიდი მხარდაჭერა არ აქვს. რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს შიში, რომ თუ პრეზიდენტი ტრამპი ალ-შარას ლიბანში ჩარევას დააძალებდა, ალ-შარა დათანხმდებოდა თუ არა. მაგრამ ჯერჯერობით მან ძალიან კაფეოდ განაცხადა, რომ არ აქვს ინტერესი ლიბანში შესვლის. მას თავისი პრობლემები აქვს მოსაგვარებელი და მე არ ვფიქრობ, რომ მათ ჰეზბოლას მიმართ რაიმე სიმპათია აქვთ. ეხლა დონალდ ტრამპმა წამოაყენა ეს იდეა, რომ სირია ჩაანაცვლებს ისრაელს, როგორც ძალა, რომელიც ჰეზბოლას გაუმკლავდება. ის ჩარჩო შეთანხმება, რომელსაც ხედავთ ირანსა და აშშ-ს შორის ლიბანთან კავშირით, კიდევ უფრო აკავშირებს ისრაელის გამოყვანას ჰეზბოლას განიარაღებასთან. ის შეტაკებების თავიდან აცილების საკოორდინაციო ჯგუფი, რომელზეც აქ ვსაუბრობთ, ვითომ უნდა ამშვიდობდეს სიტუაციას. მაგრამ რა არის ვაშინგტონის რეალური თანმიმდევრული სტრატეგია ამ შემთხვევაში? რადგან გარედან ნამდვილად ასე ჩანს, თითქოს რამდენიმე სხვადასხვა სტრატეგია ერთდროულად მიმდინარეობს და შესაძლოა ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდეს კიდეც. და როცა იმ შეთანხმებაზე ვსაუბრობდი, სინამდვილეში ლიბანსა და ისრაელს შორის შეთანხმებას გულისხმობდი. დიახ, კარგი, მართალი ხართ, ბევრი რამ ხდება ერთდროულად, მაგრამ მინდა ეს ცოტა გავმიჯნო. რაც შეეხება ლიბანსა და ისრაელს, ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა ლიბანსა და ისრაელს შორის მშვიდობის პროცესი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ეგიდით მიმდინარეობს. და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება, რომელიც გასულ კვირას სამხვივი ჩარჩო შეთანხმების ხელმოწერით მივიღეთ. ამ პროცესის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ასეთია. პირველი, რომ მან ეს პროცესი ირანის რეჟიმის გავლენიდან ამოიყვანა. მეორე, რომ ამან დაამტკიცა ეს პროცესი ნამდვილად ღირს ინვესტირებად და გასაგრძელებლად. და მესამე, მან სრულად შეცვალა სიტუაცია ლიბანში, სადაც არგუმენტი ასეთია. ჰეზბოლას ეს არ სჭირდება, მათი იარაღი საჭირო არ არის. მათი მომსახურება არ არის მოთხოვნილი. სწორედ მათი იარაღი არ აიძულებს ისრაელს უკან დაიხიოს. სინამდვილეში, სწორედ მათი განიარაღება მიგვიყვანს საბოლოოდ ისრაელის გასვლამდე და ეს არის ის, რისკენაც ეს ორი პარტნიორი ნამდვილად მუშაობს.
ეხლა როცა წინააღმდეგობებზე საუბრობთ, ამას გეტყვით. ვიცე-პრეზიდენტ ვანს რამდენიმე დღის წინ ამაზე ჰკითხეს. და მან თქვა, მოусმინეთ, მემორანდუმის პირველი ხაზი ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრობს. ჩემი ინტერპრეტაციით, სამხრივი ჩარჩოს შეთანხმება, ეს შეთანხმება სწორედ ჩემი ინტერპრეტაცია იმ პირველი ხაზის და გულწრფელად გითხრათ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ამ კონფლიქტების თავიდან აცილების ცენტრს, დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანია კოორდინაციის ძალისხმევა ლიბანელებსა და ისრაელელებს შორის, ანუ ლიბანის შეიარაღებულ ძალებსა და ისრაელის თავდაცვის ძალებს შორის, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროების მონაწილეობით. და ეს ძალიან ნათელია. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ირანის რეჟიმის ჩართულობა ნებისმიერ პროცესში არ უნდა ჩარადივალოს გარანტირებულად. მართალია, ანუ საბოლოოდ CENTCOM-ის მიერ ამ კონსულტაციების ჩატარება დღეს რამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენი თვალსაზრისით. დაფიქრობთ, რომ აშშ-ში სამხედრო ძალას ნამდვილად აქვს ბერკეტი, რომ რომელიმე ამ დიპლომატიური ჩარჩოს განხორციელება უზრუნველყოს. პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შეხვედრა, რომელსაც ხელმძღვანელობს CENTCOM-ი, ნამდვილად, როგორც თქვენ ადრე თქვით და როგორც რუთმა აღნიშნა, სინამდვილეში არის ახლო აღმოსავლეთის გარდაქმნის ნაწილი, რომელსაც ჩვენს თვალწინ ვხედავთ. ერთი რამ და იმედი მაქვს, რომ ზედმეტად პოეტური არ ვიქნები, მაგრამ როდესაც ვუყურებ სამხრივ ჩარჩოს შეთანხმებას, ჩემთვის ის, რაც მას ასე მნიშვნელოვანს ხდის, იმ სამი პუნქტის გარდა, რაც ადრე ვახსენე, არის ის ფაქტი, რომ ეს ნამდვილად წარმოადგენს ბრძოლას კარგსა და ცუდს შორის. და ამ შემთხვევაში ირანის რეჟიმსა და მის მარიონეტულ ძალებსა და იმ ახლო აღმოსავლეთს შორის, რომელსაც სურს წინსვლა, სტაბილურობა და კეთილდღეობა. და ეს CENTCOM-ის შეხვედრა ნამდვილად ამის სიმბოლოა. მე პირადად ვნახე კულისებში ბოლო 2 თვის განმავლობაში ლიბანელებსა და ისრაელელებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები. და ნამდვილად იგრძნობა ინვესტიცია და სურვილი ამერიკის შეიარაღებული ძალების მხრიდან, როგორც ყოველთვის იყო სხვათა შორის ამ რეგიონში, მაგრამ ეხლა უფრო მეტად მხარდამჭერი როლის შესრულება სურთ, არა მხოლოდ ლიბანსა და ისრაელში, არამედ მთლიანად ამ ფართო რეგიონში და იმ მიმართულებით, როგორც ვითარდება მოვლენები. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ამას მოთმინება დასჭირდება. იცით, ყველა ძალიან ნერვიულობთ და გვინდა რომ ყველაფერი გარანტირებული იყოს. ალბათ აღმალობების და დაღმალობებიც იქნება, მაგრამ მაინც ბევრი მიზეზია, რომ იმედი გქონდეს. კარგი, მინდა მადლობა გადაგიხადოთ აგარ, დიდი მადლობა რომ შემოგვერთით, ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსაზრების მოსმენა ამ ყველაფერზე. მადლობა რომ იმიწვიეთ.